100 წლის წინ 1923 წლის 21 მაისს საქართველოს ეროვნული გმირი, სამშობლოს თავისუფლებისათვის მებრძოლი, გენერალი კოტე აფხაზი 14 თანამებრძოლთან ერთად ბოლშევიკურმა საოკუპაციო ხელისუფლებამ დახვრიტა. სამშობლოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლის სამხედრო ცენტრის 15-ვე წევრის სასიკვდილო განაჩენი ჩეკისტებმა სისრულეში დღევანდელი ვაკის პარკის ტერიტორიაზე მოიყვანეს. გარდაცვლილთათვის პატივის მისაგებად დღეს ვაკის პარკში შეიკრიბნენ დაღუპულთა შთამომავლები, საქართველოს თავადაზნაურთა საკრებულოს წევრები და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები. დაღუპული გმირების სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი ისნის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის წინამძღვარმა, დეკანოზმა იაკობ აბაშიძემ გადაიხადა. მემორიალთან შეკრებილებმა კიდევ ერთხელ გაიხსენეს საბჭოთა ათეისტური რეჟიმის წინააღმდეგ მებრძოლთა ისტორია. Ხრისტი აღდგა. Მეთმა დაგლოცოთ გილოცავთ ივანე მოციქულის ხსენების დღეს არის 21 მაისი. ის ალბეთი დღე, როცა ქართველმა მეომრებმა, ჯარისკაცებმა, გენერლებმა, პოლკოვნიკებმა გადაწყვიტეს ქვეყნის მტრების მოგერიება, იყო ჩაფიქრებული აჯანყება, ეს ისევ გამცემლობით ეს ამბავი ამ ამბავმა გაჟონა და მოხდა ისე რომ ყველა შეიპყრეს, ამ ადგილზე მოხდა მათი დაპირისპირება და აქვე დახვრიტეს, ესე იგი ასედებული ქართველები, მათ შორის მე მინდა ჩამოთვალო ბატონი კონსტანტინე აფხაზი, იგივე კოტე აფხაზი, ილია მართლის დიშვილი იყო, ვარდენ წულუკიძე, როსტომ მუსხელიშვილი, გიორგი ხიმშიაშვილი, ალექსანდრე მაჭავარიანი, ელიზბარ გულისაშვილი, დიმიტრი ჩtileli, ფარნავას ყარალაშვილი, სიმონ ბაგატიონ მუხრანელი, ლევან კლიმიაშვილი, მიხეილ ზანდუკელი, იასონ კერესელიძე, სიმონ ჭიაბრიშვილი, იოანე კუთათელაძე, იასონ კერესელიძე. აი ეს დიდებული გმირები არიან მაგალითი ჩვენი ქვეყნისა, ჩვენი მომავალი თაობისა, თუ როგორ უნდა ებრძოლო მტერს, თუნდაც ჩვენზე ძლიერს, როგორც დავითი გოლიათს, მაგრამ როცა სამშობლოს იცავ, როცა ღმერთის ჭეშმარიტ სარწმუნოებას იცავ, მაშინ უფალი შემხარესაა. ოდესღაც გაიმარჯვებ. შეიძლება იქვე არა, მაგრამ დაჭიდა რაღაც გარკვეული პერიოდი, რომ ქართველებმა აი ეს მძიმე უღელი გადააგდეს და დღეს ქვეყანა დამოუკიდებელია. დღეს არის ძალიან ტრაგიკული და ძალიან ამაღლებული დღე. 102 წლის წინ აი ამ ადგილზე დახვრიტეს უმოწყალოდ ჩვენი ჯარის გული და გონი. გენერალი კოტე აფხაზი, 4 გენერალი, 5 პოლკოვნიკი, 15 გმირი, რომლებიც შეეწირენ საქართველოს თავისუფლებას კოტე აფხაზის ხელმძღვანელობით. მისი სიტყვები იყო, როდესაც შესთავაზეს მას ემიგრაციაში წასვლა, მან თქვა, გენერლები ჯარისკაცებს არ ტოვებენ და ზვარაკად იყვნენ შეწირულები და ჩვენ სპეციალური წიგნი გამოუშვით, პირდაპირ ასე დავარქვით, ზვარაკად შეწირულნი. დახვრიტეს დიდი ეროვნული მოღვაწენი, პატრიოტები, უნივერსიტეტიდან დაწყებული, კახეთის რკინიგზა, ბანკი, ეს ყველაფერი ამის მოთავე იყო კონსტანტინე აფხაზი. აქ 15 ადამიანი დახვრიტეს. მართლაც თვალსაჩინო წარმომადგენლები ერის. ჩემი ნაცისავი სიმონი იყო 27 წლის. გარდა იმისა, რომ თვითონ მოკლეს, არც ცხოველს არ დაანებეს, წავიდნენ მუხრანში და ფეხმძიმე ქალი მოსპეს საერთოდ. არავინ არ დარჩა და მუხრანი შტოდა, მარტო მე დავრჩი. უკვე რამოდენიმე წლების განმავლობაში ჩვენ თავადაზნაურობა ვიკრიბებით, მათი შთამომავლები ყველანი იკრიბებიან. ძალიან დიდი ფულის პატრონი იყო კოტე აფხაზი, მისი საკუთარი ფულით არის შეყვანილი, მაგალითად კახეთში რკინიგზა რომ არის, მისი სამშობლო ეს იყო და შეეწირა სამშობლოს. ჩვენ არასოდეს არ დავივიწყებთ. იმედია რომ არც ახალგაზრდები არ დავიწყებენ.